იმ აბიტურიენტებმა, ვინც 23 აგვისტოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად SMS სერვისით ისარგებლეს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმეტეს შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია გაუგზავნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, იმ მომენტისათვის მიმდინარეობდა მონაცემების დამუშავება და შესაბამისად აბიტურიენტებმა ბაზაში არსებული დაუზუსტებელი ინფორმაცია მიიღეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში სატელევიზიო ინტერვიუზე უარს აცხადებენ. მათივე თქმით, საბოლოო შედეგები ხვალ 25 აგვისტოს გამოცხადდება. რაც შეეხება SMS-ით სარგებლობის ღირებულებას, უწყების განცხადებით, აბიტურიენტებს, ვინც ისარგებლა მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით და იმ პერიოდში მომსახურება მიუწვდომელი იყო, SMS-ის ღირებულება არ დაექვითებათ ბალანსიდან. კომენტარებს არ ვაკეთებ, ჩვენს კომენტარებს და განცხადებებს დებთ Facebook-ის გვერდზე და ვებგვერდზე. მცირე საათის განმავლობაში უბრალოდ აბიტურიენტი როცა SMS აგზავნიდა, ანუ თავის ქულასთან ერთად, ნაკულებით მიიღო, იმასთან ერთად ამას მოყვება ინფორმაცია შედეგების თაობაზე. ანუ სატესტო რეჟიმში მუშაობს 24 საათის განმავლობაში და შედეგებს ამუშავებს და შესაბამისად რაღაც მომენტში ჩაერთო, რითაც ბოდიში მოუხარ. ეს არის სამუშაო რეჟიმში მისული ინფორმაცია. ანუ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უნდა დაელოდო ხვალინდელ საბოლოო შედეგებს.